გამარჯვებისა თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო წინადადებების განხილვას იწყებს. 6 მილიარდიანი კაპიტალი დაფუძნებული ფონდი უახლოესი წლების განმავლობაში გრძელვადიანი და მაღალ ბიუჯეტიანი პროექტების დაფინანსებას გეგმავს. მთავარი მიმართულებები ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა იქნება. ფონდში 1 მილიარდი დოლარი პირადად პრემიერის კაპიტალიდან არის. ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები არიან აბუ-დაბი ჯგუფი, ალექსანდრე მიშკევიჩი და ბადრი პატრაკაიჩვილის ოჯახი. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას კი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ვარაუდობს. ელისო ჯარიაშვილი განაგრძობს თემას. ელისო დღეს უკვე გამოცხადდა, რომ ანაკლიის სპორტი ფონდის ერთ-ერთი პირველი პროექტი იქნება. თუ არის ცნობილი სხვა პროექტები, რომლებშიც ფონდი აპირებს კაპიტალდაბანდებას? ფონდმა უკვე დაიწყო დაახლოებით 10-ობით პროექტზე მსჯელობა, მათ შორის არის 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ფონდი, რომელიც დღეს დაფუძნდა, არის კერძო, მისი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თანადამფუძნებლები სარგებლობენ მხოლოდ შეზღუდული პარტნიორების სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ ფონდის აქტიურ მართვაში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც იქამდე ხის ლოდინის შემდგომ მოახერხეთ დაფუძნება ფონდის, ქართულ და უცხოელ ინვესტორებთან 10 თვიანი მოლაპარაკებები დასრულებულია. თანაინვესტორების ფონდის კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და დღეიდან მზადაა პროექტების განხილვა დაიწყოს. 6 მილიარდიდან 1 ფონდში ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა. პროექტები, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს, გრძელვადიანი და მაღალ ბიუჯეტიანი უნდა იყოს. ეს არა გახლავთ სოციალური, რომ იცოდეთ, ეს არის დაფუძნებული. კარგი პროექტები უნდა იყოს, მაღალ დონეზე გათვლილი. ბიზნეს პროექტები შეიძლება ფონდმა ცალკეული პროექტებიც თანაინვესტირების კითხვია, მაგრამ თვითონაც შეიძლება საქართველოში არსებული დიდი პროექტები ან საშუალო პროექტები დააფინანსოს. ფონდი ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროს პროექტებს დააფინანსებს. თანადაფინანსება 25-დან 75%-ის ოდენობით არის გათვალისწინებული. მთავრობა ფონდის მუშაობის შედეგად ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და სამუშაო ადგილების რიცხვის გაზრდას ელოდება. ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ინვესტორების მხრიდან კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით და თუ ჩვენ გავიღებთ მონაცემებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ინვესტიციების შემოსვლა 21%-ით არის გაზრდილი გასული წლების ანალოგიურ თვეებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ფონდის კაპიტალი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, აღნიშნული ფონდის დახმარებით 10-12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. საკმაოდ დიდი ხანი მზადდებოდა ეს ფონდი, მაგრამ დაჭერდა დრო იმ ყველაფერს, რასაც ქვია რესურსების მოზიდვა, შევსებული ფონდი, მოწესრიგებული შესაბამისი მიმართულებებით, დაალაგებული მენეჯმენტით შეუდგა დღეიდან საქმიანობას. ფონდის იდეის ავტორის ბიძინა ივანიშვილის გათვლებით ქვეყნის საინვესტიციო გარემო საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამოქალაქო სექტორში მისი გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ხელისუფლებიანობა კოჰაბიტაციას დასაჩვენებელი ძახის პროცესი დასრულდება 27 ოქტომბერს და გაწევნებთ, რომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით. შესაბამისად, კარგი მთავრობა გეყოლება, კარგი პრეზიდენტი გეყოლება და ჩემი წასვლით და გადასვლით უფრო სწორად გადასვლით უფრო რთულ ადგილზე, რასაც ქვია საზოგადოების რიგებში და აქტიური საზოგადოების წევრად ყოფნა. გაწევნებთ, რომ კიდევ უფრო ხელშეუწყობს თუნდაც ინვესტიციების შემოდინებას. ფონდი დარეგისტრირებულია შეზღუდული პარტნიორობის იურიდიული ფორმით, ბრიტანული სამართლის შესაბამისად. თანაინვესტირების ფონდი კერძოა, დამფუძნებლების ეგრეთ წოდებული შეზღუდული პარტნიორების რიცხვში აბუ-დაბი ჯგუფი, ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მიშკევიჩი და ბადრი პატრაკაციშვილის ოჯახია. როგორც ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი განმარტავს, პროექტების განხორციელების გარანტორები მისი დამფუძნებლები იქნებიან და არა სახელმწიფო. თანაინვესტირების ფონდი არის კერძო ფონდი და ის იქნება თავისი კაპიტალის მონაწილეობის გარანტი. სახელმწიფოს გარანტია არ იგულისხმება თანაინვესტირების ფონდის არც ერთ პროექტში. თანაინვესტორების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებელთა სიაში ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შედის. ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვს სხვა ქართულ ბიზნესმენებსაც. მიმაჩნია, რომ არის ზუსტად ის, რაც ქვეყნის ეკონომიკას ჭირდება ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ინვესტორების მიერ გაძღოლა უცხოური ინვესტიციების აქ მოზიდვაში. 6 მილიარდი ამერიკული დოლარი საკმაოდ დიდი თანხა ამ ქვეყნისათვის, განსაკუთრებით პირდაპირ ინვესტიციების სახით და ამ ფონდის ეფექტური ფუნქციონირების შემთხვევაში და ალბათ ესეც იქნება ამ ფონდის საქმიანობის ზეგავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აუცილებლად იგრძნობს. ამ ფორმით ეს ფონდი ძალიან სერიოზულად მისცემს სტიმულს ეკონომიკას, კონკრეტულ დიდ პროექტებსაც, მათ შორის ინვესტორებსაც მისცემს გარკვეულ გარანტიებს სახელმწიფოდან, რომ პროექტები იქნება მონგებიანი და საინტერესო.
5-წლიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში ფონდი თანაინვესტორებთან ერთად მთლიანობაში 10 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავს. რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ფონდის დაფუძნებამ და რა რისკები შეიძლება ახლდეს პროექტების განხორციელებას, ამას ექსპერტები აფასებენ. თანადაფინანსების ფონდს შეუძლია დიდი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას ინვესტიციების მობილიზების კუთხით და თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ უნდა მივესალმოთ ამ ფაქტს. თუმცა გარკვეული სკეპსისი მოცემული ფონდის დაფუძნების მიმართ გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან და მეთაურის პოსტიდან წასვლის შესახებ. თუ კი მას ამ ფონდს ეკნება პრივილეგირებული მდგომარეობა, ჩვენ აღმოვაჩენთ ეგ სიტუაციას, რომ ეს პრემიერ-მინისტრმა მიიღო, თქვათ, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თავის ფონდს უკვე შეუქმნას რაღაც სასათბურო პირობები, უკვე როცა ის აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, რაღაც კორუფციის ელემენტები აქვს. აქედან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე პასუხს ველოდები, მე ვფიქრობ, რომ ისინი იქნება და ამის შემდეგ უფრო მარტივი იქნება პერსპექტივაზე და შესაძლებლობებზე ლაპარაკი. ამ პროექტის გარანტორი არის ის ამფუძნებელი და სამეული, რომელმაც დააფუძნა და დააფინანსა ეს პროექტი. ეს ადამიანები თქვენთან ნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ადარგაძიშვილის ოჯახის ფონდი და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფიგურა და პიროვნული მომენტიც არის, ის არის სწორედ ეს სიმყარის გარანტია ამ პროექტში. მისი წასვლის შემდეგ უფრო დიდი სიმყარე იქნება და მეტი დრო იქნება ამ ფონდთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის თავისუფალი იქნება ბიუროკრატიული საქმიანობისგან, რომელიც პრემიერს გააჩნია და რომელიც ასე არ უყარს ჩვენ პრემიერს. საინტერესო სიახლე იყო ის, რომ თანაინვესტირებისგან და გარდა ფონდი თვითონაც მოახდენს პროექტების ინიცირებასთან თვითონ შეიძლება გამოვიდეს როგორც პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებელი ორგანო. ეხლა მთავარია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ყველა პროექტი, ყველა ინტერესი, რომელიც შევა ფონდში ბიზნესის მხრიდან აქტიურად იქნას ყველა პროექტი განხილული. ფონდის პრეზენტაციას დღეს ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც. ფონდის დაფუძნება იმედის მომცემია საერთაშორისო კვალიფიციური პარტნიორების დასაინტერესებლად, თუმცა არსებობს ერთი საკითხი, რომელსაც ფონდმა და მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების თემაა. ამის შესახებ დაისვა კითხვა, მოქმედი კანონმდებლობით მიწა ვერ გასხვისდება უცხოელებზე და ვეჭვობა ამან შესაძლოა აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების ჩადება შეაფერხოს. იმედია ეს კანონმდებლობა შესწავლილი იქნება. ფონდის პრეზენტაციაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქართულ ბიზნესმენებთან შეხვედრას გეგმავს. ეს ყველასო ჯარიაშვილი, მადლობ თელსა.